მე შეგახსენებთ, რომ მინისტრები ამ წუთებში სამინისტროებში მიდიან და თანამშრომლებს ხვდებიან. სამინისტროში უკვე მივიდა დავით ნარმანია და უკვე შეხვდა თანამშრომლებს. ამ პირველი განცხადებაც გააკეთა მედიისთვის. ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი თამარ ბუბაშვილი და ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამინისტროში დაახლოებით 9 საათის წინ მოვიდა. მისი განცხადებით პირველი დღეს იქნება ტექნიკური ხასიათის, ის გაეცნობა სამინისტროში არსებულ ვითარებას, ასევე შეხვდება და გაესაუბრება თანამშრომლებს. როგორც ნარმანია აცხადებს, დღეს ასევე შეხვედრა შედგება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან და ნარმანიას თქმის, სწორედ მსოფლიო ბანკი არის ინფრასტრუქტურული პროექტების დონორი და განიხილება კონკრეტული პროექტებთან დაკავშირებული საკითხები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგანაც მე ვეცნობოდი სხვადასხვა სამსახურების საქმიანობას და ინფორმაციებს, გამიჩნდა გარკვეული კითხვები, ეს კითხვები დაზუსტდება. ასევე შეხვედრა გვექნება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობასთან და მათ დელეგაციასთან, სადაც სამომავლო საქმიანობის გეგმებზე ვისაუბრებთ. ასევე სამუშაო ჯგუფთან და სხვადასხვა სამსახურებთან ერთად უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა სამომავლო საქმიანობის საკითხებზე, არის სამართლებრივი საკითხები, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მომზადება, რეორგანიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფზე ჩამოყალიბება, ასევე მე დღეს წარვადგენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის კანდიდატურას, რომელიც უახლოეს დღეებში დაინიშნება ჩემს მიერ. ნარმანიას განცხადებით ასევე იგეგმება სამინისტროს რეორგანიზაცია, რომელიც დაახლოებით წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. როგორც ნარმანია ამბობს, გზებთან, წყალმომარაგებასა და რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, რაც შეეხება რეგიონულ პოლიტიკას და ადგილობრივ თვითმმართველობებს, ეს საკითხები პრემიერ-მინისტრთან არსებულ დამოუკიდებელ სააგენტოს ჩამოყალიბდება. თამარ ბუბაშვილი საუბრობდა